დიდება მამასა ძესა და წმინდასა სულსა ამინ. დიდება შენ ჩამოუფალო იესო ქრისტეო, მადლობა ყოველი დღისთვის, ყველაფრისთვის და ყველა ადამიანისთვის. გავნაგრძავ მე ჩემს მოკლე ვიდეოებს, რაშიც შემოგთავაზებთ მე თქვენ ახლა უფლის ნათქვამ სიტყვებს გადმოგცემთ უпроსორად, რაც მე მითხრა, რომ უნდა იმარხულოთ სულ, რომ მარხვა არის აბსოლუტურად ადამიანისთვის ყველაფერი ამ მარხვით და ლოცვით უნდა გამოვიდესო იესომ თქვა ადამიანებიო ეხლა ჩვენ ადამიანები ცოდვისგანო და მე თქვენ მარხვას გეტყვით როგორ ვმარხულობ მე ვმარხულობ 3 დღეს ანუ 3 დღე და ღამე მე საჭმელს არ ვჭამ ვარ ცარიელ სითხეზე ანუ სითხეც რა არის უნდა აირჩიოთ მარხვის დროს აი მე ვეუბნები მამა ღმერთს რომ მე ვიმარხულებ ჩემი შვილის გამო ჩემი ბაჩანას გამო რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან რა პრობლემაც არის და მე ვიმარხულებ 3 დღეს და ვიქნები ცარიელ ყავაზე დაუშვათ ან მე ვიმარხულებ ამის და ამის გამო რა პრობლემაც არის და მე ვიქნები ცარიელ წყალზე მე ვიმარხულებ ადამიანის გამო რომელიც არის გაჭირვებაში და მე მინდა ამ გაჭირვებაში დავეხმარო ამ ადამიანს შევეწიო და მე ვიქნები ცარიელ წყალზე ცარიელ ჩაიზე ცარიელ რასაც აირჩევ ერთს ეს იქნება ჩაი, ყავა, წყალი, რომელიც გინდათ. ყველანაირი საჭმელს გადადებთ, აბსოლუტურად არ ჭამთ. მარტო თავს რომ იგრძნობთ, რომ აი ცოტა მიიღებთ სითხეს, ანუ ყავას, ან წყალს, ან ჩაის, მეც არაფერს. ერთ სახეობას ირჩევთ. მე ვმარხულობ მარტო 3 დღეს და ვირჩევ ყავას დაუშვათ, ხო? და დილას აღამოს მივიღებ ამ სითხეს. მეც არაფერს აბსოლუტურად ვარ 3 დღე საჭმლის გარეშე. იმარხულეთ იმ პრობლემაზე, რა პრობლემაც გაქვთ. და ეს მარხვა არის 3 დღიანი. არ ჭორაობთ არავიზე. ეს არის მარხვა. არავის არ ქილიკავთ, არ გულღრძობთ. დაიმახსოვრეთ რომ მარხულობთ. სითხეს რას იღებ ამ ყავას ან წყალს ან ჩაის არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ არ ჭამთ, მაგრამ ამ არ ჭამის დროს რომ მარხვა შესრულდეს და აღსრულდეს, თუ სრულიად სუფთა და მშრალი მარხვა იქნება, ხო კარგი, თუ არა და ღმერთი არ გეუბნება იმას, რომ გინდა თუ არა თავი მოიკალი. მარხვა საჭმლის გარეშე თან უნდა დაერთოს, რომ თქვენ არ ბილდ სიტყვაობთ, არ ჭორაობთ, სხვებს არ აქილიკებთ, სხვის ცხოვრებას არ არჩევთ, არ განსჯით. ანუ თქვენი ბაგეები არ ბილწაობს, არ ბილწავს იმ თქვენს ორგანიზმს, რასაც ასუფთავებთ, რის გამოც შეწირეთ თქვენი სხეული. ხვდებით და მიმიხვდით ალბათ რისი თქმაც მინდა. რის გამოც შეწირეთ სხეული და იმარხულეთ 3 დღე, ანუ აღარ ბილწავთ იმ 3 დღის მანძილზე თქვენი ბაგი არ ამბობს იმ ცოდვებს, რა ცოდვებსაც იდენს სანამ დაიწყეთ მარხვა. სანამ მარხვამდე მიხვედით თქვენ იმ სიტყვებს, იმ ყველაფერს აღარ იმეორებთ და აბსოლუტური მარხული რჩებით. მესამე დღისით, როცა თქვენ მორჩებით მარხვას, ადიდეთ უფალი, წაიკითხეთ ერთი ლოცვა და მიიღეთ საკვები. აი ეს არის სულ. უნდა შეძლოთ და იმარხულოთ. იმარხულეთ, ადამიანებო, იმიტომ რომ აგისრულდეთ და შეგისრულდეთ ის ლოცვა, ვიზეც ლოცულობთ. მე შვილზე ვლოცულობ, თან მე შვილზე ვლოცულობ, თან მოდის დრო, რომ უნდა ვიმარხულო. მე ვლოცულობ
ვინმეზე, ადამიანებზე. მე მინდა რომ ჯანმრთელი ვიყო, 3 დღით არ ვიმარხულებ. მარხვით წმინდავთ თქვენს სხეულებს და სულიწმინდა იძახის რომ როგორ მიყვარს სუფთა სხეულიო და სუფთა სხეულებს არა მარტო ბანთ, არამედ არ ამძიმებთ ცოდვით. ენით, ენა არის საშინელება. ენა პატარა ასოა, მაგრამ ანგრევს ყველაფერს. ამიტომ შეიკავეთ ენა. დაიკავეთ ენა. და კიდევ არის რომ უფალმა თქვა რომ შემიყვარეთ სუფთა გულით. შემიყვარეთ სუფთა წრფელი გულითო, რადგან მოვდივარ მეო. ამიტომ მოინანიეთ, იმარხულეთ და შეიყვარეთ უფალი სუფთა გულით. წრფელი გულით შეიყვარეთ უფალი. რადგან მისი მოსვლის ჟამია მოახლოვებული და დახვდით მღვიძარნი. დიდება მამასა, ძესა და წმინდა სასულსა. ამინ. გიყვარდეთ უფალი იესო ქრისტე, როგორც უყვარხართ იმას. დიდება იესოს.